ბოლოს წავიკითხე სილამაზის სალონი. არის ღელატინი თქვენს გიყვართ? ხო. ასეთი განათლებული და დახვეწილი გემოვნების გოგო პირველად ნახე. მე ილიასთან მოვედი. ой, ილია რომ აბაზანაშია შესული მოგძანდით. აბაზანაში? გისმენთ დიანა. დიანა და არ უნდა დაგიძახოთ ლაშქრობელი მეხსოვს. კარგით. კი, აფთიაქშია. კარგით, როცა გავა შეგატყობნებთ. მომწონ სოფი ნახე რა ლამაზი კაბა თუმცა ვის ვეუბნები რა მითხარი ელენე კარგი რა დედა რა ნუ ასტენ ვერ ხედავ ვამეცადინებ დღეს იმ ბიჭს ხვდება და კარგად უნდა იცოდეს ყველაფერი მართლა ბოდიში არაფერი არ მithქვამს მოგესმათ ცოტა მართლა მომესმა გუშინ მთელი ღამე არ მეძინა ფრანგულად ვკითხულობდი წიგნს მართლა სოფი ფრანგული იცი? არა, მაგრამ რომ კითხოს რა გაქვს წაკითხული ფრანგულად, ხო უნდა უთხრა. სოფი და რო კითხოს სხვა რა წიგნი გაქვს წაკითხულიო? ვეტყვი რომ მარტოობის 100 წელი. ისე წარმოიდგინე დღეში 3 წიგნის სათაური რო დაიმახსოვრო ერთ წელიწადში რამდენი წიგნი გეწოდინება ელენე ტელეფონი გირეკავს ვიცი ილია დილიდან მირეკავს არ ვაპირებ მაგასთან ლაპარაკს თუ ლაპარაკი უნდა იმ ქალბატონს ელაპარაკოს იმ დღეს მაგის სახში ვინც დამხვდა ელენე, აიღე, იქნებ რისი თქმა უნდა, იქნებ გითხრას, რომ ეს ქალი სულაც მაგალითად დედამისი იყო. კარგი რა სოფი, რა სისულელეებს ლაპარაკობ, რა დედამისი. ისევ რეკავს. აიღე, ელენე, აიღე. არ ავიღებ სოფი, არ ავიღებ. რო ავიღო, უნდა უთხრა რა ნამუსით მირეკავ მეთქი. მე ის მიპასუხებს ნამუსით არა, მობილურით გირეკავ და ჩაბჟირდება და მეც უნდა გამეცი. ზარია, სოფი, ზარი მასწავლებლისთვის არის. ელენე. ღია. სოფი გამარჯობა. ლაშა, იცოდი რომ დიდგორის ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ? კაი კაცო, რას მეუბნები, მაგრამ როდის, რას ამბობ, რა ჭირს ამას? დღეს იმ ბიჭს ხვდება და ნიკა ამეცადინებს. დასაკვირი კაც თუ. ლაშა, შენთან სამსახურში რა ხდება? ისევ არ არის ვაჭრობა? არა, ელენე, არ არის ვაჭრობა და აღარ ვიცი რა ვქნა, არ ვარ გაიკაბა. არ იცი ლაშა. მე ვიცი ლაშა რაც უნდა ქნა, დაგროვების ბარათი უნდა გააკეთო. ხო, აი, რამეს რო შეიძენენ, ქულები დაუგროვდებათ ბარათზე. მე ამ ქულებით რამე საჩუქარს მისცემ. ხო და ბარათს დაარქვი ჭიპი ბარათი დააგროვებენ ხო და ჭიპი ბარათზე. დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარე ელენე რა, არც ეკაბა არ ვარ. ლაშაბიძია, მთელი ისტორია გადავიკითხე და ერთი უჭიპო კაცი არ შემხვედრია. აყვა ეს.
აყარა. მარინა. ბატონო. კვილი ჟანგრეს უნდა მიყიდო. რა გინდა ხო გაქვს? ასე წყლის გამოთმობელი გაფუშტა და ისეთი დუღარე წყალებოდეს, რომ ხელში ჩამადანა ეს ჟანგრის. ასე კაი ხანია ეს თავი აღარ შევხვედრია და შენ ხომ არ გინახია? არა გია რა ვიცი აბა არა რაღაც უნდა მოვიფიქრო უნდა ვცადო ერთი მაინტერესებს რა რეაქცია იქნება რა გია იცი რა მე მგონი ის თაგვი მოკვდა გია ხო გითხარი გეხუმრე თქო რა ვიცოდი ესე თუ ინერვიულებდი მარინა რა ვიყავი ეს მარინა კაი დაწყა აი ჩვენმა ნაკრებმა ეგვიპტეს რომ მოვგო მაშინ ჩავარდი შოქში და აი ახლა მეორედ გია ეხლა რაღაცას გაჭმევ და უცებ მოხალაზე კარგი ხა კაი წამო აი დედა სად არის ბექა აი მე რა ვიცი გია სად არის მეთქი ბავშვი მაღაზიაში მერე რა მერე გია მარინა მაღაზიაში წასვლაზე როგორი რეაქცია გაქვს და სახლიდან რომ წავა რა დაგემართება ამას რომ წარმოვიდგენ მაძაგძაგებს ხო არ გაცივდი შენი ფილტვების მეშინია გია კარგი რა მარინა კარგი რა საჭმელი რა გვაქვს ძალიან გემრიელი სუპი სალათი და დესერტად ნამცხვარი მე ხო კატლეტი გთხოვე მარინა მოდი ასე გავაკეთოთ რა აი როცა მე გეტყვი კატლეტი მომიმზადე მეთქი შენ სუპს ნუ დამახვედრებ კარგი კოჰაბიტაცია საჭირო მარინა კოჰაბიტაცია კარგი უცებ გაგიკეთებ მიდი გეტყვი რა ხდება ენერგეტიკის სამინისტროში შვიდობაა სამსახურში აი ცოტა დაძაბულობაა რატო და რა ვიცი ხა მილანი ბარსასთან რა სიძავს ამიტომ ნერვიულობ ხალხი აი მე ბეკუნა მოყვები ბეკუნას ნუ მეძახი თქო რა ბეკუნა ხარ ატალია აქ თუ არა ბიჭებთან მაინც ბეკუნას ნუ დაუძახებ იქ დაუძახებ ბეკნუ ეს მეორე უკიდურესობა კი დედიკო ცხადაშორის მე მინდოდა შენთვის დამერხვია ჩემი ძმის ლევანის სახელი მაგრამ მამა შენმა აიტეხა ორი ლევანმა არ მინდა სახშიო და დაგარქვით ბექა მასხულია საპატივცემულოდ ბექა მასხულია ვინა ჩემი ნათლი აკადემიკოსი აკადემიკოსი არა მამა ეს ხურდა გამომართვი მოდი ეხლა ო მადლობა შუდო ვა ორი გაზვირებულა და აჩვენებამდე რომ გეკითხა გავაიაფებთო არა მამა მე ავიღე 5 ლარი აბა რას ვეჩი ხოლმე ხალხს კითხე მამა ძვალი როგორ გაქვს გტკივა უკეთავად ჩემო კარგი უკეთ დიდი მადლობა რომ გკითხე მე რა ყურადღებიანი ბავშვია ვაიმე ის ბიჭი მირეკავს როგორ უფრო ინტელექტუალური იქნება რომ ავიღო გისმენთ თუ ბატონო სოფი მაგორივეს ჯობია ვინ არის ტელეფონთან ვინ არის ტელეფონთან კარზეა ზარი მე გავახებ ვინ არის ნუნუ ბიცოლა მართლა როდის მე რეკავს ზარს არ ვიცი შუადღემშვიდობისა შეიძლება? ხო კარგად ახარ ნუნუ ბიცოლა თუ არ გსალიეთ დაგიტოვებთ ხილს და ნამცხვარს და გავალ არა მობზანდით აი ელენე მიირთვი სიტყვა დოლათი და ბარაქ არ მოაკლდეს ამ ოჯახს მიირთვით მადლობა ელენე ამან ახლა დაგულოცა თუ მომეჩვენა ნიკა მოდი ჩემთან მიირთვი ხელი ნიკა აუცილებელია შევდეს ელენე ჩემი გამომცხარი კექსია და ჩაისთან მიირთვი ხა
ალბათ ნუნდი ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ შვიდობა? შვიდობა, ელენე, შვიდობა და სიკეთე არ მოაკლოს ღმერთმა ამ ოჯახს. და წავალ აღარ მოგასდები და რა საყვარელი ხარ, ნიკა, როგორ მეცადინეობ შენ გენაწალოს ნუნუდეი და გავიქეცი ჩემი მზარს არაყი გაუთავდა და ეზოში უნდა ჩაუტანო. აბა ნახვა. ლაშა, გაიგონე რა თქვა ნუნუ? გვეჭველი რაღაც ხდება. გავიგე. ხილიც ნამდვილია? ნიკა წავედით. სად რა ხდება? სად მიწვარ? იმ ბიჭმა დამირეკა ეხლა უნდა შევხვდეთო მე არ მცალიაო წავედით. მე რა მინდა იქ? ბოლომდე ვერ მოვასწარი სწავლა და შენ მიკარნახებ თუ რაღაცა. კარგი, მაშინ ხვალ შენ სკოლაში გამომყევი და ჩემ ფიზიკის მასწავლებელს თავი მოაწვენი და კარგი ნიშანი დააწერი. მეკა, მოდი დაჭეკი ჩვენთან რა. მოდი ცოტა ხანი დაჭეკი მაგიდას. მოდი. დედიკო, საჭმელს გაგვიგეთოს, მე მედაში კარგად გემრიელად შევჭამოთ. ხო ვიჯექი ცოტა ხანს რა. აი, ხედავ გია, სულ ასე იქცევა. სულ გაქცევაზია და სულ იმ თავის ლეპტოპში მიძვრება. არა, საერთოდ არ გავს თავის დასრა. სალომე ყველაფერს მიიჭერებს. მეკუნა დედიკო. გეხვეწები ცოტა ხანი კომპიუტერს დაანებე თავი, თვალები გეტკინება. ეხა დაჭიქი და ტელევიზორს უყურე. მარინა, კარგი, ახლა არ შეიძლება ასე მართლა რა. ბის ყოველ ნაბიჯზე რო აკონტროლებ. ყოველ ნაბიჯზე კი არა, უფრო მეჯერ მირეკავს ვიდრე ნაბიჯს დგა. გუში საერთოდ კატლეტები ჩაუდია ჩემს კურტკაში ჩუმას. მთელი დღე კატლეტის სუნე ამდიოდი. მეკუნა. არ ჭამე? არა, კი, რო ვნახე, მე ვჭამე, აბა ყველა მემიყურებდა და. მოგეწონა? კი. დედა, არ უნდა მითხრა მე თუ მოგეწონა. დადე Facebook-ზე და დაგილაიქებ. მეკუნა, Facebook-ზე ლამაზი გოგოს სურათი რო გიდევს, ვინ არის შენი შეყვარებულია? ხო. მართლა რა ლამაზია, სადაურია. აფხაზეთიდან არის. აფხაზეთიდან? ხო, და რა გვარია? ალბა. ჯესიკა ალბა. ზუსტად მამა შენი ხარ, როგორ გავხართ ერთი? გავხართ კი არა, რა შევა კატლეტი? აი მე კატლეტი კი არა. დღეს ნუნუ ამოვიდა და ტოლმა ამოიტანა, ისეთი გემრიელი გავგიშდი. ნუნუ ამოიტანა ტოლმა? წამლავს მარინა, ბეგა დარეგე სასწრაფოში. ზამთრის საჭაჭა. არა, მეც ესე მეგონა. და მე რო შევხედე, ისეთი კეთილი სახე ქონდა. ცოტა მეუცნაურა, ხო იცი? მაგრამ რა ვიცი აბა. რა მინდა, რა თქვა? არაფერი დატოვა ტოლმა და წავიდა. არა ხო, გუშინო პატა დარჩა ჩემთანო და დღესო თქვენ გიმიზნებთო. ატავინა მამა. ეკა შვილო, პატას ასე ახლა ესე ფიზიკურად ასე ხასიათით ასე მარტივად ვერ აგიხსნა, უნდა გაიცნო ეგ. კარგი. წავალ ხოლმე მე ცოტა ხანს ვითამაშებ და მერე გამოვალ, კარგი? მე იმ კომპიუტერში თამაშ გირჩემია ცოტა ხანი რეზიკოს ეთამაშოთ როდო. რეზიკო, Need for Speed-ი გინდა? არაო, ხო? აი გუშინაც მე ჭადრაგზე წიხლი მიქრა. ესე იგი პატაპერებს ჩვენთან დარჩენას, არა? აბა. მარინა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. კი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ ნამდვილად. ხო. დიახ, დიანა დეიდა. ლაშა? ახლა გასულია. არა, გვერდით ოთახშია გასული. ვინმე ქალი თუ არის? არა, მარტოა. დიახ. კარგით. ვინმე ქალი თუ შემოვა და ლაშა გაეპრანჭება, თქვენ გირეკავ. კარგით, თვალს არ მოვაშორებ. კარგით. რა კარგი ამინდია რა. ცივა, ქარი ქრის,
წვიმს ხალხი გაცივდება და შემოვა აფთიაქში. მიდი და უბერე ქარო. მიდი და უბერე. მიდი მიხედე საქმეს. მიდი და ქარო. მიდი საქმეს. მიდი და უბერე ქარო. რა გინდა ლადო? არაფერი. ხოდა მიხედე საქმეს. კარგი. ესე იგი კლიენტებს უნდა მივესალმა და წამალი მივცე. წამალი უნდა მისცე, რომელსაც გეტყვის მომეციო. დიახ. ჩეკი ამოვარტყა და დიანას დავვრეკო. და დიანას უნდა. ეცეთ დიანამ თხოვა ლაშას უთვალთვალეო და თუ ვინმე ქალი შემოვა დამირეკეო. ხომ არ გეწყინებათ რომ გითვალთვალოთ. გამაგიჟებს დიანა რა, გამაგიჟებს. ოხ დიანა რა, რებს მოიგონებს ხოლმე. აი რებს მოიგონებს რა. მიდი მიხედე საქმეს. ხომ არ გეწყინებათ რაღაც რომ გეხუმროთ. რა უნდა ვეხუმრო? გამოდის დიანას თვალი და ყური უნდა ვიყო და კიდე თქვენი ჭიბიც ვიქნები. ხომ არ გეწყინათ. მიხედე საქმე. აბა, რით შეგვიძლია გემსახუროთ? გამარჯობა. წნევის წამალი მინდა თუ შეიძლება. ადელფანი და აგერ წერია. კი ბატონო. ადელფანი, ესე გიგია. დიანა დაიდა. მოხუცი ქალია შემოსული და ამაზეც უნდა დაგირეკოთ? 50 წლამდე ვინც. კარგით. ლადო, ქალბატონს წნევის წამლები უნდა. იქნებ მიექციო ყურადღება. კიდე. რანაირად რაც სუდათ მუშაობს ეს შსს სამინისტრო რა. რანაირი სათვალთვალო აპარატები დაგვიყენეს. მაპატიეთ რაღაც სხვა მაღლა ვიფიქრე ჩემთვის. აი ეს ქონი წამლები 19 და 50. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად. მანდარა ქალბატონო აქეთ. დიახ. არა აქეთ არა ქალბატონო. აი აქ. კიდევ შემოგვიდეთ. რა ვიცი თუ შემოივლით. ხო მამა. ხო რომ მოვატყუებ ხო. მამა არ ვყავარ ნანახი და როგორ მიცნობს ა? ხო ვიცი რაც უნდა უთხრა ვიცი. პაატა ხო? კარგი. ხო, კარგი. გამარჯობა მეზობლებო, კაი ამბის სათქმელად თუ არ მოსული. უკაცრავად გამარჯობა, ეხლა აქ ვინც უნდა დამენახა, ის ვერ დამენახე და შენ დაგინახე და შენ რატომ დაგინახე? გამარჯობა. გამარჯობა, პაატა ფერაძე. შენ ალბათ ბექა ხარ, გიაშვილი, ხო? არა. უკაცრავად, სალომე ვერ გიცანი. მოიცადე, სალომე არა ხარ, ხო, შემეშალა. აბა ვინ ხარ? მე გიას შვილი ვარ. ხო და გიას და მარინას შვილი თუ ხარ, ბექონა როგორ არ ხარ? არა, მე მარტო გიას შვილი ვარ. მოიცა, თვითონ გიამ გაგაჩინა? ერთი წუთი რა, ესა, მოდი აბა კარგად ამიხსენი ყველაფერი ახლა. გიას. აბა გისმენ ერთი. ესე იგი, მე ვარ გიას შვილი, მარინასი არა. ახლა გავიგერო თუ მე მამამ ყოლია და მოვედი მამის გასაცნობად. რამე ხوار მავიწყდები? ხო, არაფერი, სულ ეგ არის. მოიცა, გია ჯერ არ გინახავს?
არა, სადღაც არიან წასულები, კარი ღია იყო და შემოვედი. კარი ღია იყო? აბა მე გუშინ სანამ უნუსთან დავრჩებოდი შემოსვლა მინდოდა დაკეტილი იყო და არ ვიცი, მოიცა. მარინა მარიცი შენი არსებობის შესახებ, ხო? არა, და შენ ვინ ხარ? მე ბექუნა ვარ, გიას და მარინაშვილი. აბა პაატაო? გახსოვს წერა რომ გითხარი პაატა ვარ მეთქი ხო? ხო, პაატა ვარ ფერაძე, თქვენი მეზობელი, ხო? მე სხვათა შორის შენ ალბათ არის და მე აქ ვცხოვრობ. ხო, შენ რა ქვია? ნუგზარი. ნუგზარი. კარგია, ნუგზარო მოხვედი გიასთან. იქნება სხვა სახელი მაინც დაგარქვას. მაშა გამარჯობა, ისევ მოვედი, როგორ ხარ? კარგად, თეონა, შენ როგორ ხარ? კარგა, მართლა. რით შეგვიძლია გემსახუროთ? ერთი წუთით. ლაშა, 20 ლარიანს ხო დამიშლი? რა პრობლემა? ლადო 20 ლარიანი დაუხურდავე ქალბატონს. დიახ. ახლა აი. მადლობა. ლადო, რა არის? 5 ლარიანები როგორ შეიძლება მიართვა ქალბატონს? 2 ლარიანი მიეცი, მტკიცი. და აი ეს ცხვირის წვეთები ჩვენგან. რაიმე, ვაშა ძალიან დიდი მადლობა. გამადლობა. მე რა საყვარელი ხარ. არა, უნდა გაკოცო. ხო, სრავად. დიახ, შეიძლება რაღაც გკითხოთ. მკითხეთ. თქვენ ეხა ამ ქალბატონს ეფლირტავებით თუ ისე? ხო, თეონა, რადგან თქვენ გაციებული ხართ? მე გაციებული ვარ? დიახ, თქვენ ხართ გაციებული, რადგანაც? უი, ხო. აი საშინელი ვირუსები, აი საშინელი. ამიტომ რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა მიიღოთ, შესაძლებელია ჩაი ლიმნით დალიოთ, ლიმონი C ვიტამინს შეიცავს და ძალიან კარგი იქნება თუ ჩაის დალებთ ლიმნით. შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ ეს ჩაი, შეგიძლიათ ბარშიც შეხვიდეთ, შეუკვეთოთ. ჩაი ლიმნით ბარში შეხვიდეთ, შეუკვეთოთ. სადმე ჩაი ხომ არ დაგველია? დიდი სიამოვნებით. ისე უკეთრო ცოტა ნელა ისაუბრეთ ვერ ვასწრებ ჩაწერას. ხო, აი ეს დანიშნულება, ჩემი დანიშნულება, ამის მიხედვით იხემძღვანელეთ და ძალიან მალე მორჩებით. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის კიდევ შემოგვიარეთ. მიდი მიხედე საქმე. არ გიჩვენება რომ ეს ქალბატონი ხშირად დადის ჩვენთან აფთიაქში? საიდან მოიდანი? არა. როგორ არა, დღეს 3-ჯერ იყო შემოსული უკვე. 3-ჯერ არა, 4-ჯერ. მიხედე საქმეს. არა, ახლა არ უმღერი, მართლა მიხედე საქმეს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თუ თქვენ ამ ქალბატონთან შეხვედრას აპირებთ, მე იძულებული ვიქნები დიანა დეიდასთან დავრეკო და ყველაფერი მოვუყვე. ლადო, ხომ არ გინდა რომ ტუალეტში შეხვიდე და ცივი წყალი შეისხა? არა. გინდა. კარგი. თორმე დომებია. ხო, ლადო. ფრთხილად იყავი, ტუალეტის კარები სახელური არის გაფუჭებული და არ ჩაიკეტო. არ არის გაფუჭებული. მე გაგაფრთხილე და არ არის ხო, გაფუჭებული არ არის. ხო თეონა? მაგბარში კი ბატონო იყოს მაგბარში. მიდი და მოვალმეც, ხო. Got it.
მე ახლა მივხვდი, მე მგონი შენ რატოც მოხვედი აქ. რა გინდა შენ ახლა რასაპირებ რომ მარინას უნდა უთხრა ყველაფერი და ეს ოჯახი უნდა დაანგრიო, ხო? რა გინდა, ფული გინდა? კი. მითხარი რამდენი გინდა მოგხსენ და წადი აქედან. 10-20 ლარი. ნუ ახლა თურქმა გინდა უთხარი ხა მე რა. რა გინდა ახლა ნუ გზა რატო აკეთებ ამას ვერ ხვდები ახლა რა. სხვათა შორის მე დღეს აქ უნდა დავჩენლიყავი და ჩემი დარჩენა არ დარჩენი საკითხი წყდება და ახლა მოდი რა არ შეიძლება ხოლმე მოხვიდე და ხوارო დაანგრიო ეს ოჯახი? არა, დღესვე უნდა უთხრა. დღესვე უნდა უთხრა, ხო? დღესვე უნდა უთხრა. ესე იგი შენ ხბექუნა, აბა მე სათვრჩები, შენ შეები აქ მე აქ, აბა მე ვისთან. გია ნახე რა. ხო ვითომ გია და თურმე რა ვერ რა გია? გია ნახე. გია. დარწმუნებული ხარ ეხა რომ გიაშვილი ხარ ის ანუ გზარი, იმიტომ რომ ამის თმა ცოტა ეხა ისეთი ადვილი არ არის ეს. კი, დარწმუნებული. ხო არ გეშლება? არა, არ მეშლება. გიას მარტო ერთხელ ყავარ ნანახი. ხო. ბავშვობაში მოვიდა ჩემთან, დამაძინა და წავიდა. თან იმას მიმღეროდა და დამამახსოვრდა. ბაზალეთზე ავიტაცებ ჭიქა ღვინოს. და ძმაკაცებს დავატყოლებ კუნთებსო? ხო. ვაი. არა ეს რაღაცა გარეგნულად ერთი წუთი შეგიძლია ფეხზე რო ადგე. აბა ეხლა ეს ხელები აი ესე გააკეთე. არა, რაღაც მართლა გავხარ მე. აბა ეხლა ცოტა თავი აქნია ესე. არა, ხო მე მგონი გიაშვილი ხარ, მე მგონი მართლა. აბა მე სარჩები. აუ ისევ ის უჟმური ოფიციანტია. ბარში ბავშვების შემოსვლა არ შეიძლება. მართლა ვერ დარჩება? ნეტა ერთი ვინ უყურებს. თან მიყვარს ბავშვები. რა კარგი ბავშვი ხარ. რა იყო ხო? პროსებს ვერ ვიტან, თორე ბავშვები ძალიანაც მიყვარს. კი, არა, ელენემ არაჭამო. სოფი 1121 წელს რომელი ბრძოლა იყო, სულ ამომივარდა თავიდან. ესე იგი ნაყინი მოუტანეთ და ორი ყავა. ნიკა, მე და შენ მარტო ისტორია რო ვიმეცადინეთ, ოთომ რო რაღაცა სხვა რაღაცაზე დაიწყოს ლაპარაკი რა ვქნათ? ეცადე ყველაფერი ისტორიას დაუკავშირო. ხო, კარგი. მოდის. მოდი დადი. სოფი როგორ ხარ? რა კარგი ამინდია რა. ისტორიული. ეს ნიკა არის ჩემი მეგობრის შვილია. მეგობარმა მთხოვა რომ იქნებ ისტორიაში ამეცადინო და წამოვიყვანე. ისტორიას კარგად იცი? იცი, ეხლა ვამზადებ რეფერატს ჯვაროსნული ომების როლი ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბებაზე. სანამ შემოვიდოდი, ვერაფრით ვერ გავიხსენებ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელ წელს განხორციელდა. მიდი აბა ნიკა უპასუხებ, ნახოთ როგორ ისწავლა. ჩვენი წელთაღრიცხვით 1095 წელს. ყოჩახ ნიკა. თუ გინდა ისტორიაზე ვისაუბროთ, ნიკასთვისაც ერთგვარი მესადნეობა იქნება, თან მე ძალიან მიყვარს ისტორია და ჭკვიან ადამიანთან ისტორიაზე საუბარი. ისე რომელში უფრო ერკვევი, შუა საუკუნეების თუ უახლეს ისტორიაში? უახლესი, გუშინ წინ რაც. იუმორი კარგი გქონს. შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია დაკნინება, რამაც 476 წელს საბოლოოდ გამოიწვია რომის იმპერიის ჩამოშლა. ასე ზუსტად როგორი მახსოვრე. ყველა ისტორიული ფაქტი გახსოვს. მე რაღაცები მავიწყდება ხოლმე. ეს რა ესე ტვინში მიჯდება, თითქოს დღეს ვისწავლე. ერთი იდეა მაქვს. შაბათ-კვირას მე და ჩემი მეგობრები ვიკრიბებით და ინტელექტუალურ თამაშს თამაშობთ ხოლმე. არ გინდა რომ ჩვენ გუნდში იყო? მაგაზე პასუხს სკოლაში არ მასწავლიან. კი, კაი, რა პრობლემაა? კი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით კი. აი თქვენი ორი ყავა. ორი? ხო, ჭიქები გასარიცხი იყო. ნახევარი შენგენი, ნახევარი დაუტოვე. ნაყინი გამავიწყდა.
ნიკადე, ლაშა ჯერ არ მოსულა. კარს გააღებ მოსულა, თუ არა და ჯერ არა. ხოლადო, ხო, გამოხვედი ტუალეტიდან. ძალიან კარგი, ყოჩახ. ახლა აფთიაქის კარიდანაც უნდა გამოხვიდე და ეგ არის რა. მომისმინელადო, თუ ვერ გამოხვალ მაკარებს თუ ვერ გააღებ, დიანას დაურეკე და უთხარი რომ ლაშა ჩაიკეტა ვიღაც გოგოსთან ერთადო, მოვა, შემოანგრებს კარებს და გამოხვალ. როგორ ხართ? აი ყველანი რა მოწყენი სახილობს. ილია მირეკავს დილიდან და მე არ ვყასუხო. მე მაგიტომ გაქვს მოწყენილი სახე? არა, უბრალოდ ბოლო 1 საათი არ დაურეკავს. რატო არ ეკავს? რამე ხო არ მოუვიდა? კარზე ზარია მე არ მესმის გააღეთ. აი ყურებს რომ დაგიწელავ, მე გაიგებ კარგად, ზარ და გააღებ. შეიძლება? მოგზავნით. როგორ ხარ ელენე? კარგად, მადლობა. ვაიმე მიყუშა. როგორ მომენატრებოდი გაკოცო. ვაიმე ლაშეკო ვერ კითხე, როგორ ახარ ოპერაციის მერე? კარგად, რა ვიცი, კარგად, მოგზავნით. ვაიმე ლაშა დიდი ბოდიში სავად ყოფოში რომ ვერ გნახე. არა უშვებს, არა უშვებს. არ არის პრობლემა. ხომ არ ნერვიულობ, ჭიპი რომ აღარა გაქვს. რა ვიცი, არა. ლაშა არ არის სანერვიულობა, საერთოდ რა საჭიროა ეს ჭიპი? ჩემი ემზარს იმხელა ჭიპი აქვს, მაგრამ რაში იყენებს? არაფერში. მეც მაგას ვეუბნები ამათ სულ. იმხელა ჭიპი აქვს ემზარის მეტი და ვერაფერში ვერ იყენებს, მაგრამ მაინც ესე იცინია. ელენე, აი ქვაბები მოგიტანე, ახალ წელს რომ წავიღე, დიდი ბოდიში ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ლაშა, რა ჭირს? რა ჭირს კი არა, აქამდე რა ჭირდა? მადლობა ქალბატონო, მაგრამ რო არ მახსოვს როდის წაიღეთ? 2005 წელი რომ თენდებოდა. აიმე როგორ მერიდება, ელენე, როგორ მერიდება, თებშების მოტანაც მინდოდა, მაგრამ ეთყობა ჩემ მინდირას გავატანებ ზითოებში. გამოვართმევ და მოგი. არი ნერვიულად ქალბატონო, ჩვენ ახალი ვიყიდეთ. აიმე დიდი მადლობა. ლაშიკო, რა ხდება შენს აფთიაქში როგორ მიდის საქმეები? რა ვიცი, არა ხალხი არ შემოდის ნუნუბიცოლა. საერთოდ არ შემოდის ხალხი და იქნებ წევლა გააძლიეროთ რომ შემოვიდეს ხალხი არ. რას ლაპარაკობ, ღმერთმა დამბეფაროს, ხო იცი რომ მე წელა არ მიყვარს ლაშა. წავედი, აღარ მოგასცემთ, ეხლა წავედი, სტურვებთან უნდა ჩავიდე, ხორცი გავუტარე კატლეტისთვის, სულ არა აქვს იმ ქალს დრო და ვეხმარები, ხო იცი? რანაირად წავედი, აბა, ვაიმე კოცნით, ღამე მშვიდობის, ჩემო ტკბილო მეზობლებო. ნახვამდის. აიმე გია, რა კარგები არიან რამაზი და ნანარა. კი, კარგები არიან, კუბატი ჯობდა დავიჯერე. ეკა მარტო ხარ? არა, პატა სააბაზანოში. მოვიდა უკვე არა? მოვიდა. და ესე თქვა შევალ სააბაზანოში საწყალსახეს მივიღებ, ვირეპეტიციებ, გიას შევეწოდები და დამტოვებს. აი ახლა ნახოს მაგან ტყუილი, ხო ყველაფერი ესე უთხარი როგორც მოვიდაბრაკეთ. კი, უთხარი რომ შენი უკანონო შვილი ვარ. და ისიც უთხარი ეხლა რომ მოვლენ, უნდა უთხრა და დამეხმარე თქო. უნდა გენახათ რა სახე მიიღო. გენაცვალე. აი როგორ გავს მამას? აფერისტობაში ხო? აფერისტობაში კი არის თვალებით გავს მამას და აფერისტობაში გავს შენ ძმა ლევანმას. არა, რა შუაში იყო ეხლა ლევანი? კარგით, გეყოფათ ეხლა სადაცაა გამოვიდო. გია, იქნება არღირს უხერხულია. უხერხული ეს კი არა, უხერხული ისა? არა, ეხლა არ დაიწყო, ის არ თქვა რა კიდე რა უხერხული ისა, პატარო დავტოვეთ და თავი რო გარეთ გავაგდეთო. სოძრე და რაღაც მალაპარაკეთ. მოდის, აბა როგორც მოვილაპარაკეთ, არ მიცნობთ, არ გიცნობთ. გამოჯება მოხოდით. დიდი ხანია რაც მოხოდით. არა, ეს თუ თერე შემოვედით. ხო. პატა. ბატონო. ეს ბიჭი ვინ არის? ეს თქვენი არავინ.
გია, მე თქვენი შვილი ვარ. რაო? ხო, ეს ხავტმარ ეს ნუგზარია. ნუგზარ თქვენი შვილი, გვარია ასეთი რა, ხო ხდები? ბატა, ერთი წუთი დამაცადე რა. ავერთი, კარგად ამიხსენეთ, რა შეა საქმე? ბატონო გია, მე თქვენი შვილი ვარ. თქვენ ჩემ შესახებ არაფერი არ იცოდით, მაგრამ დროა რომ გაიგოთ. გია, რა ხდება? ერთი წუთი ქალბატონო მარინა სკანდალები არ გვინდა. ნუგზარ მე ვთხზავ ხოლმე რაღაცებს. პატა. ბატონო? ერთი წუთი. მარინა, ნაჩქარები დასვები არ გამოიტანო. დარწმუნებული ხარ, რომ გია შვილი ხარ? 100%. ქალბატონო, ხო ხდებით ეთყობა ეხა სანამ გიამ თქვენ მოგიყვანა ცოლად. ნუ მანამდე რაღაც ხო ხდებით ეხლა. რამდენი წლის ხარ, შვილო? 21-ის. 21 წლის. პატა. მე და გია 25 წელია ცოლხმ. ხო, ალბათ ამ ბავშვის დედა დიდხანს იყო ორსულად და გია, მე ხა დიანას დაველაპარაკები. 2 წუთში გამოვალ ოთახიდან და ყველაფერს ამეცნი. დროზე ქენი, მარინა. შვილო დაჯექი, ნუ დგახარ ფეხზე. ესა პატა. პატა, ეხლა ალბათ ოჯახური სკანდალი იქნება. ხო, არა უშევი, არ ინერვიულ ყველაფერი კარგად იქნება, რას ქვია ოჯახური სკანდალი. მეგონი ჯობია ეხლა წახვიდე. მოიცაგი, რას ქვია უნდა წავიდე. რას ქვია უნდა წავიდე. ოს ეხლა რა, აბა ცოლქმრის ჩხუბს გინდა უყურო? გია, მომისმინე ერთი წუთი ეხლა აქ ოჯახური სკანდალი კი არა, აქ ეხლა მარინა რო გამოვა, მე მგონი შენ გაგაგდებ სახლიდან ხო? გამოვაყოს ჩემს უბრალოდ. მე ჯობია რომ აქ დავრჩი. მარტო ხო არ იქნება ეხლა. ხო რაღაცა გავამხიარულებ ცოტა, მე ყიყლიყოებს შემიწავს, მე რაღაცა ესე გადავატანებ ყურადღებას. შენ კარგად არიცნობ მარინას. გეუბნები შენ. ჩემთან რომ მორჩება, მე უცხოებზე გადმოვა. აჰა. ვინ არის უცხო მე? მე ვარ უცხოესო. მაგას როგორ მეუნები? გიო, უცხო ვარ ეხლა ამ სახში მე. და ეს მეუნება, ნუ გზა. აი ეს უნდა წავიდეს, აი. ეს ბიჭი უნდა წავიდეს. ადექი ბიჭი, ადექი. რა გინდა გია, ეხლა ესეთი ბიჭი თან ნუ გზარი ქვია. რა გინდა, აბა. გია გისმენ. ნუ ესე იგი მარინა, ნუგზარი მართლა ჩემი შვილი ყოფილა. როგორ მატყუებდი? ეხლა სველტილოს დაგადებ. რომ უფრო გაგეყინოს. აჰა. და გეტკინოს. ხალხომანი, კარგით ეხა დამშვიდით, რა მოგივიდეთ ეხა, ესე ძალიან უგაბრაზდებით ამ ამბავზე, ხო მოდი? სხვანაირად იძიეთ გიაზე შური. როგორ? როგორ და უთხარით, რომ პატა, შენ ჯინაზე ორი კვირა არ დარჩებაო და სულ გაგიждდება, ჰა? აი ნუ ბიჭონა, ბრუნდება ეთყობა ქვაბები რო წაიღოს. ეგრე რა, რაღაცა ვერ მეგუები კაცო ესე, რაღაცა. მოდი ბიჭო, მოდი. ელენე მომისმინე. გამარჯობა ლაშა. ელენე. მე არ ვიცი შენ ჩემი მოსმენა გინდა თუ არა, მაგრამ მე ყველაფერს გეტყვი და მე გადაწყვიტე როგორ მოიქცე. ელენე, ჩვენ შორის რაც მოხდა იყო გავგებრობა. ელენე, მე იმ გოგოს მანამდე ხვდებოდი, ვიდრე შენ გაგიცნობდი, მე დავშორდი კიდეც. მე მარტო შენ მიყვარხარ და მინდა რომ ეს იცოდე. აი ახლა გადაწყვიტე როგორ მოიქცე. ელენე? ელენე თქვი რამე? ლაშას ჭიპი რო გაუქმეს იცოდი. კარგი ის გოგო ხო? და ის ხალი გუშინ შეთან რომ ნახე, სხვათა შორის რო იცოდე, დედად უფრო შეგეფერებოდა. კი ელენე, იმდენად შემეფერებოდა რომ მართლა დედა ჩემია. დედა, ჩემი. აი მე ბოდიში. არა შენ რა დედა შენს, არა შენს. აი მე რები უთხარი. კარგი. აი ხომ ხედავ, რაღაცა უაზრობის გულისთვის ვიყავით ელენე დაშორებული და აი კარგად დაფიქრდი და გადაწყვიტე, მაპატიებ და შემირიგდები თუ არა. კარგი, ყველაფერს გპატიობ. ოღონდ დამპირდი რომ აღარაფერს დამიმალა. გპირდები.
ანუ შევიგდით. შევრიგდით, მაგრამ ოჯახის შექმნაზე ჯერ ვერ ვიფიქრებთ. ნუ დედა ჩემი სანამ არ დაწყნარდება, მანამდე მაინც. მომისმინე, მთელი დღე რომ გირეკავ, რატომ არ პასუხობ? იმიტომ რომ არ მინდა რომ გიპასუხო. მე კიდევ მეგონა რომ არ გინდოდა რომ ანგარიშზე დამხარჯვდა. დაიწყორა. არ მინდოდა რომ გეჩხუბათ. მე წავალ. მართალია ნუგზარ შენ უნდა წახვიდე, აბა რა უნდა? ნუგზარი უნდა წავიდეს, ნუგზარ ხო ხტები ხა დაქტოვებდი ცოტა ხანი, მაგრამ ვიძინებ თქო და. არა, მოიცადე. ზოგი დარჩება. მარინა. ნუგზარი დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს. კი, მაგრამ მე და ბექუნას რას გვიპირებ? ან მე გია. დაწყნარდი მარინა. დაწყნარდი. შენ რომ სხვა კაცისგან შვილი ყავს, მე ხომ არაფერს არ გეუბნები. მოიც გავუტანოთ, თქვენ ხავთ სხვა კაცისგან შვილი? რა გჭითხავ ხო, რანაირი ქართველები ხართ ვერ გავიგე. არა, შენ არა. უნდა წავიდე მე. უკაცრავად, მე წავალ. არა, შენ ჩემი შვილი ყო მეხარ, შენ რატომ არ წახვიდე? დარჩი. მაგრამ ვერ გავიგე, შენ არ მიდიხარ, მე არ მივდივარ, ეს ნუგზარი არ მიდის, აბა ვინ მიდის? რა? მართლა რა? ხო, კარგით ხალხო, რა იყო და რა დაწყნარდით ეხლა დამშვიდე, რა საჭიროა მართლა ეს ოჯახური სკანდალები და დაძაბულობა და ერთი გზო და გამხიარულდეთ რაღაცა სასაცილო გავიხსენოთ რა გჭირდა. რა არის რთული, მე ერთმანეთს დავეხმარებით გია ეხლა მაგაზე მეტი სასაცილო რა კიდე ჩვენი მეზობელი რომ ლაშა აგე კაც ჭიპია რა. ხო, ნუ ეხლა თუ ასე სერიოზულად არის საქმე. კარგით, მაშინ მე წავალ. წავედი მე. ხო. წავედი მე? ხო, წავედი. აი. წავედი. უკაცრავად რა. არა. და ესე. კი ბატონო. ვა, ოჩახ რა თქვენ, რა მაგრა ითამაშეთ? არა, როგორ შეიკავე, თავი ჭიპზე რო თქო. არის ჯანდაბაზე ვიქავდი, როგორ შევიქავი თავი ვერ გეტყვი. არა, ისე შემეცრო და პატა. კაი, რა დაგემართა, დარჩენილიყო ცოტა. კაი, გასე, მოასწრებს დარჩენას ნუ გეშინა შელი კიდე. არ დაიგავი. ეხლა ვიფიქრე. აბა რა კეთილი ხარ, დაწყნარდით? ო, ძალიან კარგი, ისე ოჩახ ქალბატონ მარინა გია ოჩახ ბექუნა მართლა ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ხო, ბექუნა გასული. ნუგზარი. ნუგზარი, არა ისა, მოიცა, აი, დამიწყე, აი, სპექტაკლები თამაში და რაღაცეები ეგრეს. აგინდა, აი, აგინდა. ისაწყო თქვენ ვინ ისე გემრიელა და მონდომები თამაშობთ ამ რაღაც თქვენ დადგმულ სპექტაკლს, რომ უბრალოდ აღარ ჩაგაშხამეთ თქვენ. თქვენ პატა ფერაძეს მოატყუებთ რა მე, აი, მართლა კარგი იყო ქალბატონო, მაგრამ გია მე ახლა გავალდა. აი, პატა ფერაძეს ატყუებენ აქ რა. აი. იცებთ აქ ამ ხელა ქალს რა. პატა გაგიშალო. ჯერ ყიყლიყოები ხო არ ჯობია? არა, მაშინ გამიშალეთ ხო. ბექუნა ხო ეს შენ ლეპტოპია ხო? მოდი ცოტა ხანი მე მექნება. მიდი რა შენ შემიწვი ყიყლიყოები, მიდი ყიყლიყოები გაამზადე და ოღონდ ერთი წუთი მოდი რა ის თამაში ჩამიქთე ის ხო იცი რაღაც კარტები რო ლაგდება რა ეს მე ხო ბედი არა მაქვს რა. ისო მე გავილახე. რა შვებით ყო ყიყლიყო? გიო შენ მაინც შემიწვი ყიყლიყო რა. გარიხ. დამიდგეს აქ სპექტაკლი და პატა ფერაძე. მე 7-ის ნახევარია. აი აბადა.
ჰოროსკოპს მაინც წავიგეთ. ესე იგი მეწყული დღე დაიწყება ნეგატივით. დღის მეორე ნახევარში შეეჩვევით? რანაირი ჰოროსკოპია და განვედ ჩემგან ამოსულო განვედ რა გინდა რატო ჩამისახლდი სულში რა გინდა განვედ რა ავესული ჩაგისახდა რა სხეულში ახია შენზე როგორია შენ საკუთრებაში ვიღაცა რო გისახლდება უი დილამშვიდობის აქია ხო არ გაგაღვიძე არა კაცო შენ კი არა ამის ბოდვამ გამოგვიძე უბრალოდ არ დამაწინა უი შეხვედურო შენ ამ შეგაწუხავ დილარზე მე რა ვიცი სამსახურში მივდიოდი და ვიფიქრე მარინას თებს შეუტან მეთქი და ჩვენი მადლობა არა ეს ჩვენი თებში არ არის ჩვენი ეგ აბა შენ აქ რატო შემოიტანე აკაი მოდი რამე ნამცხვარი ეკრა მარინას მოდი იგი აქვს უბრალოდ ვიცი წუხელ ათხოვდა და ვეღარ მოვასწარე შემოსვლა აი ისე მარინამ შენ სულ გაგახუჭა ხო იცი კი უნდა უსაყვედურო წვენი გექნება რაღაც და მშრალია ეს წვენი კი არა კომპოტი გვაქვს ისეთი ატმის ვაშრაბო ვიდი აბელგებია არა კაცო რა კომპოტი გურში რამა 3 კილო ჩაცალა რა უკეთია ეს რას გავს რა მე მივეც ო თორე ლაპარაკის და შუქის ანთების უფლებას არ გვაძლევდა მაგვიძებთ რაღაცა უნდა მოვახერხო რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა ია მე მოვიფიქრე არ ვიცი ახლა რამდენად უშველი შენს პრობლემას ეს ყველაფერი მაგრამ კარგად რო ვიხალისებ და შორს რო ვიძიებთ ეს ნახდია აბა მითხარი გია ლოგინში პაადას ჩაუსხათ წყალი და ეგონება რომ ვითომ ჩაიფსა რა მაგარია ბოჭო ეთი ნაჭერიც ექნება მარინასა და ბოჭო ბოჭო აჰა ესე შენ გუში იმდენი კომპოტი დალია მოდი შევამოწმოთ რა შეიძლება მართლა ჩაიფსა და ჩვენი მოხდება რა კარგად გიმიდი ერთი ნაჭერიც ექნება ჯე წყალი გავასწრებ წყალი? არა, რო არ მოწდეთ ხო ახლა წყალს და მე კი ბატონო წყალი იყოს მე არა მიდი მეც გიყურე ამასაც წამოვიდე რა იცი არ გაიღვიძება? არა, არ გაიღვიძება. ეხლა ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ვიცი, არ გაიღვიძება. აი მე რა მადლიანად წვიმს აი ხო გითხარი გია ხო გით რა მადლიანად ხო კარგი ხნუ დაახჭობ კარგი მოთა ნაკეთ დავждეთ რომ ვერ მიხვდეს და ერთი ნაჭერიც ექნება მარინას აჰა არა მაგაზე არ გეუნებ ერთი ქათმის ნაჭერი იქნება თქო რა ჩვენ რო არ გადმოსულიყავით თქვენ რა გაშველებოდა დაიხოცებოდა შეშე რა მოხდა ძალიან მაგრად კიდე მიდი მოძებნე ერთი რამე ნაჭერი ასე ამან ახლა აღარ უნდა გაიღვიძოს არა გი არ გაიღვიძებს მეთქი გეუნები არ გაიღვიძებს ეს შანსი არა შენ თუ არ გააღვიძე თვითონ ვერ იღვიძებს ეს ხო ვიცი არა მოეცადეთ
რა ვარ ეს? დაკორტნის? მიდი ახლა. აჭიქჭიქდი ახლა, მიდი. მიდი რა, მე რომ ძინავს ხო კარგად ჭიქჭიქებ, მიდი რა, ეს გო. აი ამ ციცო ვერაფერში ვერ გამოიყენებ რა. მოიცა გიაშ შენს? რა მეც. შენს გაქვს სახში ისეთი რაღაც, რასაც ვერ გამოიყენე? კი, როგორ რა ეს? დაგიდე ეს. მოიცა გია შენ ორი გაქვს? ბადა. გაიგოძე, ბადა. ვერ გააღვიძებ, მე გიგეუბნები. ბადა გათენდა ადექი. ვერ ვაღვიძებ. აბა ხო დავუშვებ ახლა. უი გია. აი 50 ლარიანი გია. შენი ალბათ. ალბათ. რა 50 ლარიანი? სადა? სადა ვისია? რა 50 ლარიანი? ჩემია, ბადა, ჩემია, აი ნახე. დაკერი, კარგად გამოიძინე? გამოვიძინე, არა ისე, ხო, გამოვიძინე, ხო, ვინ დაგაძინებს, რომ დადიხარა მთელი ღამე, გარე. რა არის, რით ვერ იძინებ, შენ კიდე რა გჭირს გია რა. ეხლა ამას. კარგი დაწყდა გია არა. ხო იცი რაც გველოდება წინ. ავდგე, თორე თქვენ ხო ადამიანს არ მოასვენებთ რა ნორმალურად, რა დამიწყეს, მიშალეს სუფრა და ვაიმე. რა, პატარა? არაფერი რა უნდა იყოს. ადექი ხოლმე, ადექი. გათენდა, ადექი. არა, იყოს კი. იყოს ვაიმე როგორ შეცვლა. გია. ხო. რაღაცა უნდა კითხო ერთი. აბა მიდი. შემთხვევით შენთან სახში ხო აი ზევიდან წყალი ხო არ ჩამოდის. ოღონდ აი რა მაინტერესებს იცი აი ზუსტად აი ამ ადგილას. არა? ხო, და არც ქვევიდან არა მოდის? არა მოდის, რატომ მეკითხები? არა ისე მეზობელი ხარ და უბრალოდ მოგიკითხე რა შვები როგორ ხარ მე კარგი პრობლემები ლაშა შე როგორ ხარ? ხო, თქვენგან ხო გამოდის აქეთ წყალი, რას ლაპარაკობ პატარა, იქიდან აქ წყალი როგორ გამოვა? არა, ხო, ესე იგი კომპოტი. მაშინ კომპოტი. რა? არაფერი. ბადა, ადექი ახლა, ჩაი დაულიოთ, ვისაუზმოთ რაღაც. მოდი, ადექი ახლა და დაასხავს იმედი ჩაი. დაასხავს. არა, იყოს არ მინდა ეს შაის და სითხეებს მომიხსენებ ერთ. იყოს არ მინდა. ის გია. ხო. რა უნდა გითხრა იცი ახლა მე მგონი ეს დივანი უკვე ძალიან დაზვერდა და გადასაგდებია და ხო არ ჯობია რომ მოვაშორო საერთოდ გადავაგდოთ რა სიტყვი ო მაგრამ მე შენ სადღა დაიძინე გია მე მეორეთან დამძინებელი არა ვარ ადექი ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა ადექი ვისაუზმოთ არა და რა ვიცი რა დამემართა ახლა ისეთი ჩოულებრივი სიზმარი ვნახე დიდი არაფერი ახლა უბრალოდ ლუციფერი მხარშავდა დიდ კოცონზე შავ ქვაბში მეტი არაფერი რა დამე გია უთო ხო არა გაკ უთო მარ რატომ მეკითხები აი ეს შენ ცივდა და ის აბა ჩართე და შევომაწოდე რა კარგი და პადა ნუ მაიმუნობ რაღაცებს ახლა ადექი რა გაცივდება ეს ჩაი დრო დაასხა გიამ და მოდი და ვისაუზმოთ რა მოდი დაგესხამშეს მოდი მეგობრებო რა უნდა გითხოთ იცი თქვენ ოდესმე თუ გიოცნებიათ ბავშვობაში დაბრუნებაზე პატა მაგაზე ყველა ადამიანი ოცნებობს აი მე კიდე ეს ოცნება რეალობად მეკცე რეალობად როგორ პატა როგორ რა ვქია როგორ გეკცა აი როგორ გეკცა რეალობად არაფერი უბრალოდ აი
უბრალოდ რაშა რა არის ეხა მივხვდი რომ თურმე ძალიან დანოფრო ჭიპზე რო დაქცინი ხომ რაშა ხო იმიტომ რომ თურმე ცხოვრებაში ამაზე უარესი რაღაცების ხდება რა ეს კიდე გაწიეთ აქედა რა პატა ეხლა გითხარი რა შეასახმე რა ხდება კაცო რა ხდება და რა ხდება რა ხდება ხო ჩავიფსი რაიქო რა გჭის ხარ რა დაგემართა რა 3 ლიტრი კომპოტი დავლია და ეს მაგარი 9 თუ რამდენიც იყო რა მოხდა ეხა რა რაიქო სასაცილო ეგარი რა მოხდა შეიძლება დაცინი ამას უყური შენ საერთოდ ვინმეს როგორ დაცინი შენ ჭიპი არ გაქვს შენ ჭიპი არ კარგი არა მაგ ჭიპი მე ხო გიამიდი დასცინე ეგ აღარ მახსოვდა შენ ჭიპის ამბავი აღარ აბანე ხანა გაკეთე სილაშა მე გეტყვი ადრე ხო ესე უბრალოდ რჩებოდა ხო ეხლა კიდე უკვე თავისი ტერიტორია მონიშნა გაიგე ამას აკეთა ვეღარ გავაკეთებ რა აჩერდი რა მოხდა ეს ვეშაპსია რაშა გაჩერდი რა მოხდა ეს გამეპარა რა ცოტა გამეპარა რა უნდა უთხრა ვერ ხედავ როგორ ერთობი ვეშაპსია არა კაი ცოდვა კაი პატა დავშვიდი კარგი დაწყნავდი ხო დაწყნავდი ნუ გეშინე შენ არაფერი არ გიქნია ჩვენქენით რა რა სკეთე რა თქვენჩამი ზიდოგი შეგასო რა აკენი ლოგიში ჩამიფსი თუ რა დავშვიდი განო წყალი ჩაგისხი გაგეხუმრეთ ვა რა გამეხუმრე გია ხუმრობა ეხლა რა გული გამისტა რანაირი ხუმრობაა ეგ რა არის ვერ გავიგე კარგი ხო გვაპატე მიდი კაცო მოძებნოთ ის ქათმის ხორცი შენ კიდე რა მოგიგო მე თავს გავიგუდავ ეხლა არა კაი ხო დავშვიდი კაი ისე ერთხელ მართლა ჩავიფსი ახლა ცოტა გამეპარა რა ვიცი ჩემთვის სახში ლოგიში მარტო ეკავი ღამე იყო და რაღაცა ეხო წავუწყო მესმის ხმაური და შემეშინდა ეხლა და მე ხმაური კიდე უფრო იზდება და ემატება მეთქი რა ქურდია ადექი წინააღმდეგობა გაუწია მაგრამ მეშინია ხო ხტები ეხლა და უფრო ეს ხმაური იმატებს და შემეშინდა და გამეპარა აი ესე გამეპარა და მე გავარკვე რომ თურმე ქურდი კი არა ეს ხმაური ყოფილა ქარი და შემეშინდა ქარი ყოფილა ქარის ხმა რა პატა ეხლა აი ავიცი რა გითხრა არ ვიცი რა არის ეხლა შენ რა მე უძდელობით ხმას ხო არაპირებ არა დავიშალეთ ამანე ბეთ თავი რა ხუმრობა ეს არის შეიძლება ესეთი რაღაც არა წავალ მე ხა სააბაზანოს შევალ და წას გადავივალ ცოტა რა ხო ია გავალ ახლა მე ამას ქათამი ვერ მონახე და ამას იქაც კი შევჭამ სად მიდიხარ ეხლა ეს აბაზანოს შევიდე მერე წყლის გამათბობელი გვაქვს გაფუჭებული და მარტო მდუღარი მოდის აი ხანახა რა ჩაკეთე დიდი ხანი ვერ შემოვა და ტიტველი ირბეს იგი მაგარი რაღაცა მოიფიქრე კი კარგი იყო მოდი ახლა დრო გვაქვს და იქნებ მოვძებნოთ ის ქათმის ხორცი ხო ემზარ ჩამოვდივარ არა ტრუნჯაზეებთან ვიყავი არაფერი არ მithქვამს ხომ იცი რომ არ მინდა ვინმე გაიგოს ალბათ როგორ უკვირთ ესეთი კეთილი რომ გავხდი
კაი, მოვდივარ და მომაქვს არაღი, კაი. ჩამოვდივარ. ესე იგი, გამაყუჩებელი ზედა თაროზე უნდა დავდოთ. გისმენთ დიანა დეიდა? არა, ლაშა აქ არ არის. არც გვერდით ოთახშია. წავიდა. არა, გოგოსთან ერთად არ წასულა, მარტო წავიდა. საწავიდა და გოგოს უნდა შეხვედრა. რატომ არ დაგირეკეთ? ტელეფონიდან არ მქონდა. სად მქონდა და ჯიბეში. წუხარ დიანა დეიდა. მეორედ აღარ გავაკეთებ. კარგით. ნახოთ. ბოლოს წავიკითხე სილამაზის სალონი. მარია ფელატინი თქვენს გიყვართ? ხო. ასეთი განათლებული და დახვეწილი გემოვნების გოგო პირველად ნახე. მე ილიასთან მოვედი. ოი, ილია რომ აბაზანაშია შესული მოგძანდით? აბაზანაში? გისმენთ დიანა? დიანა დეიდა არ უნდა დაგიძახოთ ლაშერა ვერ მიხდეს. კარგით. კი, აფთიაქშია. კარგით, როცა გავა შეგატყობნებთ. მომწონ სოფი ნახე რა ლამაზი კაბა თუმცა ვის ვეუბნები რა მითხარი ელენე კარგი რა დედა რა ნუ ასტენ ვერ ხედავ ვამეცადინებ დღეს იმ ბიჭს ხვდება და კარგად უნდა იცოდეს ყველაფერი მართლა ბოდიში არაფერი არ მithქვამს მოგესმათ აბა მართლა მომესმა გუშინ მთელი ღამე არ მეძინა ფრანგულად ვკითხულობდი წიგნს მართლა სოფი ფრანგული იცი? არა, მაგრამ რომ კითხოს რა გაქვს წაკითხული ფრანგულად, ხო უნდა უთხრა. სოფი და რო კითხოს სხვა რა წიგნი გაქვს წაკითხულიო? ვეტყვი რომ მარტოობის 100 წელი. სოფი, ისე წარმოიდგინე დღეში 3 წიგნის სათაური რო დაიმახსოვრო, ერთ წელიწადში რამდენი წიგნი გეწოდინება? ელენე, ტელეფონი გირეკავს. ვიცი. ილია. დილიდან მირეკავს. არ ვაპირებ მაგასთან ლაპარაკს. თუ ლაპარაკი უნდა იმ ქალბატონს ელაპარაკოს იმ დღეს მაგის სახში ვინც დამხვდა. ელენე, აიღე, იქნებ რისი თქმა უნდა, იქნებ გითხრას რომ ეს ქალი სულაც მაგალითად დედამისი იყო. კარგი რა სოფი, რა სისულელეებს ლაპარაკობ, რა დედამისი. ისევ რეკავს. აიღე, ელენე, აიღე. არ ავიღებ სოფი, არ ავიღებ. რო ავიღო, უნდა უთხრა რა ნამუსით მირეკავ მეთქი, მაგრამ ის მიპასუხებს ნამუსით არა, მობილურით გირეკავ და ჩაბჟირდება და მეც უნდა გამეცი. ზარია, სოფი, ზარი მასწავლებლისთვის არის.
ელენე. ღია. სოფი გამარჯობა. ლაშა, იცოდი რომ დიდგორის ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ? კაი კაცო, რას მეუბნები, მაგრამ როდის, რას ამბობ, რა ჭირს ამას? დღეს იმ ბიჭს ხვდება და ნიკა ამეცადინებს. გასაკვირი კაცო. ლაშა, შენთან სამსახურში რა ხდება? ისევ არ არის ვაჭრობა? არა, ელენე, არ არის ვაჭრობა და აღარ ვიცი რა ვქნა, არ ვარ გაიკაბა. არ იცი ლაშა. მე ვიცი ლაშა რაც უნდა ქნა. დაგროვების ბარათი უნდა გააკეთო. ხო, აი, რამეს რო შეიძენენ, ქულები დაუგროვდებათ ბარათზე. მე ამ ქულებით რამე საჩუქარს მისცემ. ხო და ბარათს დაარქვი ჭიპი ბარათი დაგვიწყე. ჭიპებს დააგროვებენ ხოლმე ჭიპი ბარათზე. დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარე ელენე რა, არც ეკაბა არ ვარ. ლაშაბიძია. მთელი ისტორია გადავიკითხე და ერთი უჭიპო კაცი არ შემხვედრია. აყვა ეს, აყვა რა. ალინა. ბატონო. კბილი ჟანგის უნდა მიყიდო. რა გინდა ხო გაქვს? ასე წყლის გამოთმობელი გაფუშტა და ისეთი დუღარე წყალებოდეს რომ ხელში ჩამადანა ეს ჟანგის. ასე კაი ხანია ეს თავი აღარ შევხვედრია და შენ ხომ არ გინახია? არა გია რა ვიცი აბა არა რაღაც უნდა მოვიფიქრო უნდა ვცადო ერთი მაინტერესებს რა რეაქცია იქნება რა გია იცი რა მე მგონი ის თაგვი მოკვდა აი გია ხო გითხარი გეხუმრე თქო რა ვიცოდი ეს